მოგესალმებით. დღევანდელი ბრიფინგი წინა საარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას ქართული ოცნების წევრი დეპუტატებისა და მომხრეებზე გახშირებულ თავდასხმებს პოლიტიკოსთა და საჯარო მოხელეთა მიმართ შეურაცხყოფასა და მუქარას, სააგიტაციო მასალის განადგურებასა და გავამახვილოთ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ არაერთგზის დაფიქსირდა ხელოვნურად დადგმული ვითომ აღშფოთებული მოქალაქის სცენა მედიისა და სოციალურ ქსელებში გავრცელების მიზნით, სადაც კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და ბულინგის მცდელობას. უფრო მეტიც, თითოეულ ასეთ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ აღშფოთებულ მოქალაქეს წარმოადგენდნენ უცხო ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და აქტივისტები, რომელთა მიზანია პოლიტიკური ექსტრემიზმის, ტერორის დამკვიდრება ოპონენტებთან მიმართებაში. ამის უტყუარი დასტურია შემდეგი ფაქტები. 25 აგვისტოს მიუნხენის აეროპორტში უმრავლესობის წევრს დავით მათიკაშვილს, რომელიც ოჯახთან ერთად საზღვარგარეთიდან საქართველოში ბრუნდებოდა, თავს დაესხა ვითომ აღშფოთებული მოქალაქე ნინო შველიძე და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მალევე დადგინდა, რომ ამ სიტყვების ავტორი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტია. ამასთანავე იგი ორგანიზაცია ამერიკული საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის ტიმოთი ბლაუველთის მეუღლეა. საყურადღებოა, რომ ამ შეურაცხყოფისა და ბულინგის ამსახველი ვიდეოც სწორედ ტიმოთი ბლაუველთის მიერ არის გადაღებული და გავრცელებული. განსაკუთრებით მძიმე, შემზარავი და ტრაგიკულია 4 სექტემბერს წყალტუბოში მომხდარი ფაქტი, რასაც ჩვენი გუნდის წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალება მოჰყვა შედეგად. სოფელ გეგუთში ქართული ოცნების წევრების შტაბს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი როლანდ ნუცუბიძე მიუვარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. 9 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გურიის მაჟორიტარ დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს, ეგრეთ წოდებული აღშფოთებული მოქალაქე, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და მოძრაობა ტალღას წევრი ლევან ბროძელი შეხვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 10 სექტემბერს ქართულმა ოცნებამ გამართა საარჩევნო სიის პირველი მოცეულის პრეზენტაცია. ახალ სახეებს შორის წარმოდგენილ იქნენ დამსახურებული ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონების მისამართით მმართველი გუნდის ოპონენტების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ნაწილის მხრიდან კისიერად დაიწყო სიძულვილისა და ზიზღის კამპანია. დესტრუქციული ძალების აგრესია საჯარო მოხელეებსაც შეეხო. 10 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა გამოხატა და ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით შეეცადა ზეწოლა განეხორციელებინა CSKOS იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიმართ მედიის თანდასწრებით. საზოგადოებას გსურს შევახსენოთ, რომ ლაშა ფარულავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია პლატფორმა 2020-ის ხელმძღვანელი იყო და მაშინაც აღნიშნავდა, რომ იყო მიუკერძოებელი და ნეიტრალური. ნეგატიური კამპანია. წინასაარჩევნო კამპანია ნაციონალურმა მოძრაობამ ტრადიციულად სიძულვილის ენის გამოყენებით დაიწყო. მათ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ბანერებზე ამომრჩევლის მოტყუებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით საკუთარ თავს ევროპაში კეთილდღეობასთან აიგივებენ, ხოლო ქართულ ოცნებას, რომლის ხელისუფლების დროსაც მოხდა ევროკავშირის მიმართულებით ხელშესახები პროგრესი, ასოცირებას უკეთებენ იზოლაციაში სიღატაკესთან. 7 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები სტუდენტური მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრებისა და მისი წარმომადგენლის ნიკო მანაგაძის მიერ, რომელიც ამავდროულად კამპანია აირჩი ევროპის მონაწილეც არის. რეგიონებში დეზინფორმაციული ხასიათის პოსტერების გაკვრის თაობაზე, რომლებზეც ქართული ოცნების არჩევა გაიგივებულია საქართველოს რუსეთიზაციასთან.
8 სექტემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჯანო ჟვანიამ ქართული ოცნების ბანერებზე არსებული წარწერების ტექსტი შეცვალა და გააყალბა და შემდეგ გაყალბებული ინფორმაციის მატარებული ვიდეო მონტაჟი სოციალურ ქსელში გაავრცელა. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის ამსახველ ფაქტებს. 5 სექტემბრიდან დღემდე მართველი პარტიის სააგიტაციო მასალის განადგურების კუთხით დაფიქსირდა არაერთი ფაქტი. კერძოდ, ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა ვიდეო, სადაც მკაფიოდ ჩანს სამგორში აეროპორტის დასახლებაში, როგორ ხევენ და ანადგურებენ კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლები მართველი გუნდის გაკრულ პლაკატებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საბურთალოზე მოახდინეს ქართული ოცნების პლაკატების გადაკვრა ნაციონალური მოძრაობის პლაკატებით. სამგორში აეროპორტის დასახლებაში, აგრეთვე ვარკეთილის მესამე მასივში, ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩაზე და დიდუბეში 157 სკოლისა და მეტრო წერეთლის გამზირის მიმდებარედ დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ქართული ოცნების პლაკატები. ტელეკომპანიამ თავარის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, კერძოდ ტელეკომპანიამ ეთერში არ გაუშვა ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამა, რაზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. რაც შეეხება არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო აქტიურ სახეს იღებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე შეუძლებელია დესტრუქციულ ოპოზიციასა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამყოფი ხაზის დანახვა. აღნიშნულის ერთ-ერთი დასტურია კოალიციის ჩემი ხმა ევროკავშირის წევრების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობაც. ამ კოალიციის ინიციატივით 8 სექტემბერს დედაენის ბაღში გაიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ჩემი ხმა პრეზენტაცია. კოალიციის შემადგენლობაშია 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შორის არის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და საქართველოს ევროპული ორბიტა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია მართველი პარტიის საწინააღმდეგო აგიტაცია პროპაგანდაში პირდაპირ და აქტიურად არიან ჩართული. კოალიციაში გაერთიანებული აგრეთვე სოროსის ფონდიც. ამ ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევის არაერთი მაგალითი სრულებით საკმარისია იმის არგუმენტად, რომ კოალიციის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ქართული ოცნების საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს კოალიციის Facebook გვერდზე განთავსებული ვიდეოები წარწერით, რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო და 8 სექტემბრის პრეზენტაციისთვის გამოყენებული მასალა, რომლის შინაარსიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ცდილობა. ამ პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის კონკრეტული ფაქტი. კერძოდ, მედია სივრცეში 10 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხელ ახალგაზრდებს ღია ცის ქვეშ ასაწყობი აუზი დაუდგა უფასოდ სარგებლობის მიზნით. ყურადღება უნდა გავამახვილოთ აგრეთვე უწყებათა შორის კომისიის საქმიანობაზე და მასში ოპოზიციური პარტიების ჩართულობაზე. 15 ივლისიდან ტრადიციულად იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით წინა საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ფუნქციონირება დაიწყო უწყებათა შორისმა კომისიამ. დღეის ჩათვლით ჩატარდა კომისიის 5 სხდომა, რასაც მხოლოდ მართველი გუნდისა და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ რადიკალები არ არიან სამართლებრივ პროცესზე ორიენტირებული და მათთვის მნიშვნელოვანია არა 26 ოქტომბრის არჩევნები, არამედ ისინი ემზადებიან 27 ოქტომბრიდან დესტაბილიზაციისთვის. და ბოლოს, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთ ზემოხსენებულ ფაქტთან მიმართებით დასავლელ დიპლომატებს, დონორ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არათუ რეაგირება არ მოუხდენიათ, კონკრეტული ფაქტების დაგმობის განცხადებაც კი არ გავრცელებიათ. აქვე მსურს დავაანონსო, რომ 16 სექტემბრის კვირაში გამოქვეყნდება ქართული ოცნების ანგარიში წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და გარე ძალების წარმომადგენელთა მიერ წინა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით,
რაც ასახავს პერიოდს 2024 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. ანგარიშის ქართული და ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ქართული ოცნების Facebook გვერდზე და იგი დაეგზავნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მადლობა ყურადღებისთვის. ახლა მზად ვარ, რომ უპასუხო თქვენ შეკითხვებს. მოგესალმებით.